სააუზო მართვა სწორედაც წყლის ჩარჩო დირექტივის ინსტრუმენტია და ევროკავშირი ამ ხრივ ყველაზე წინ არის მსოფლიოში, ნუ ამერიკას თუ არ ჩავთვლით შეიძლება, ხო, მაგრამ მრავალი ფეროვანება, როგორც არის თქვა ევროპაში ჩვენ ვიცით, ხო, ეგეთი ინსტრუმენტები გვჭირდება, თუ კი რამე მეთოდი დაგჭირდა, ეს მეთოდი ევროპელებს აქვთ. მაგალითად რუსებს ეს მეთოდი არ აქვთ. მე გეტყვით ერთი შემილია რომ გამოვიტანო აფხაზებთან ეს ჰუმანური ურთიერთობის ასე ვთქვათ შეხვედრაზე ვიყავი თითქმის უკვე 7-8 წელია გასული იმის შემდეგ ხან ბრიტანეთში იყო და ხან გერმანიაში ეს შეხვედრა და ერთ-ერთი რაც ჩვენ შევთავაზეთ მათ იყო რომ ხომ არ გნებავთ დაგეგმვაზე ვიფიქროთ აუზების, იმიტომ რომ ენგურის თემა ინტერესებდა ძალიან თვლიან რომ რაღაც დიდი პრობლემა აქვს არც ქვემოთ თავის ხელოვნურ წყალსაცავზე, გალის წყალსაცავზე გონიათ რომ რაღაცა ტრაგიკული ხდება, რაც სინამდვილეში არ არის ალბათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რადგან აინტერესებთ, ამიტომ შევთავაზეთ ესეთი კითხვა, რომ იქნებ წყლის ჩარჩო დირექტივის მეთოდოლოგიით გავაკეთოთ ეს და ველოდი პასუხს არას და მივიღე პასუხი კი. ანუ მათ კარგად რაღაცის გაკეთება და თუ ეს კარგი არის ევროპული მეთოდოლოგია, არ ხვეს უარი. შეეძლო თუ არის თითქოს რა არა ჩვენ ჯერ მაკდონალდზე არა ვართ, რაღაც ჩვენ აი რუსულის გოსტებით გვირჩევნია, გოსტები რუსებს აღარ აქვს თვითონ. რუსები თვითონ უყურებენ რუსეთის ფედერაცია, ევროპელები როგორ აკეთებენ ამაზე დარწმუნებული ვარ რომ იღებენ ამას ყველაფერს, იმიტომ რომ ვებერთელად ქვეყანა ყავთ კარგად მოსავლები, ხო? ამიტომ ძალიან კარგი პასუხი იყო და ეს არის ალბათ ჩვენი გზა, ხო? უნდა ვიაროთ ევროპისკენ, გამოვიყენოთ ევროპული ინსტრუმენტები, რომც ვერ მოვახერხოთ, ხო, თქვათ, არ ვიცი, წევრობა და ეს დიდხანს გაგრძელდეს, ხო? არაფერი არ გვიდგას, რომ კარგი კანონები მივიღოთ. აგერა გვაქვს ერთი ჩვენიერი კანონი მიღებული